ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამშვიდობისა, ეს არის ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება და მოდით ერთად გავიგოთ რითი ერთობიან და როგორ ცხოვრობენ ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები. რა თქმა უნდა, ჩემი საინფორმატორო ფურცლების დახმარებით. საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კურორტს, სადაც სამკურნალო ქვიშაა და ზღვაც არაჩვეულებრივი ახალი სახელი ერქმევა. იმედის ქალაქი. უფრო ზუსტად ურეკში იხსნება პარკი, რომელიც ამ სახელს ატარებს. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კონცერტიც იმართება, რომელშიც ქართული შოუ-ბიზნესის დიდი ნაწილი იღებს მონაწილეობას. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ვიდეო კამერაზე დავაფიქსიროთ, სხვა ჟურნალისტებთან ერთად ჩვენი ინფორმატორიც გაემგზავრა ურეკში. მინდა შესწორება შევიტანო, ანუ ხვალ არ იხსნება იმედის ქალაქი, ხვალ არის იმედის ქალაქის საფუძველის ჩაყრა. ასე ვთქვათ, ხვალ არის უბრალოდ ძალიან სერიოზული ღონისძიება, იცით რომ ინტერესი არის ძალიან დიდი. თუმცა მოგეხსენებათ, საქართველო არის მithmამოთქმის ქვეყანა, ასკურველი შეიქმნა უამრავი ლეგენდები უკვე ურეკთან დაკავშირებით, თუმცა ეს ლეგენდები რასაკვირველია განხორციელდება, მაგრამ ეს არ იქნება ხვალ. ხვალ ყველაფერს ამას ჩაეყრება საფუძველი. ჩვენ ჟურნალისტებთან, ჩვენს კოლეგებთან ერთად მივემგზავრებით ურეკის მიმართულებით, ვინაიდან ხვალ იქნება ძალიან რთული პროგრამა, ამიტომ ჩვენ დავიჭირეთ თადარიგი. თან მით უმეტეს არც თუ ესე ცუდია ზღვაზე 1-2 დღით ადრე წასვლა. ხვალ ჩვეულებრივად ჩავალთ ღონისძიებაზე, შემდგომ დავესწრებით რასაკვირველია კონცერტს, რომელიც გაიმართება ზღვის სანაპიროზე. ალბათ 17-ში დილით გამომგზავრებით ისევ თბილისში. ნონა ქლივიძე, ხვალინდელი დღე ხარ. ძალიან კაი. მიშა ჯინჯიხაშვილი არ არის, ხო? ასოციეიძენ პრესია. ბიგნანსკი არ არის? გავა, ბესნიკი. არ არის. ავთო ჩიტიძე სადღაც ნახე, იყო ხო ავთო? საინტერესოა, იმიტომ რა ვიცი, ძალიან დიდი იმედით მივდივარ, ნახოთ გამართლება თუ არა იმედი, რამდენად ნახავ მე იმედის ქალაქს. მე ურეკში არ ყოფილი ვარ აქამდე. ხე როგორც ხედავთ, იკრიბება მასმედიის წარმომადგენლები, ისინი გაემგზავრებიან სულ ცოტა ხანში ამ სიმპათიური ავტობუსით ურეკისაკენ და დღეს დაბინავდებიან ქობულეთში, სასტუმრო ინტურისტში. რაც შეეხება ხვალინდელ პროგრამას, ოფიციალური ნაწილი ამ პროგრამის დაიწყება საღამოს 6 საათზე. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, მოხდება ქალაქ იმედის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება და უამრავი სტუმარი, უამრავი შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი, ინტელიგენციის წარმომადგენლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ხვალ ურეკს ეყოლება ძალიან ბევრი სტუმარი, მათ შორის მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან ამ ღონისძიებას. საღამოს 22 საათზე გაიმართება ზღვის სანაპიროზე ძალიან ლამაზი სანახაობა, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. ამ ღონისძიებას ქვია ფეირვერკი ზღვის პირას, რომელსაც შეუძლია დაესწროს ნებისმიერი მსურველი. მასში მონაწილეობას ღებულობენ ჩვენი ქართული ესტრადის ვარსკვლავები და მოკლედ ხვალ ძალიან დიდ დღესასწაული იქნება ურეკში. 5, 6 და 7 სექტემბერს საქართველოს ნაიტკლუბებში ინგლისური ჯგუფის Banco de Gaia's დღეები გაიმართება. ეს იდეა საქართველოში ორიგინალური იდეების ბანკს, რა თქმა უნდა, ვანიკო თარხნიშვილს ეკუთვნის. პირველ რიგში მიხარია ის ძალიან, რომ დამთავრდეს გრძელვადიანი სამთვიანი ფესტივალი საუკუნეო 20 დღეში და უკვე მეც მომენატრა და მეგონი ძალიან ბევრს მოენატრა ნამდვილი სერიოზული ფართი და მზადდება ძალიან საინტერესო ღონისძიებების ციკლი სამდღიანი. ამ უიკენდს ქვია Banco de Gaia's weekend-ი, იმიტომ რომ Banco de Gaia's გამოსვლა იქნება ამ კონცერტებში და Banco de Gaia არის აქტუალური მუსიკის, დღევანდელი აქტუალური თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც აქვს საერთო აღიარება, იგივე სხვა მუსიკოსების მხრიდან, როგორც არის Moby, Massive Attack, Fatboy Slim, Basement Jaxx და ასე შემდეგ. და უკვე მეორე უიკენდზე ვაპირებ გავემგზავრო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მოხდა ძალიან საინტერესო პროგრამაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტი ჰარმონია და ერთი თვე დავჩები ამერიკაში და იქ მექნება საშუალება რომ გავიარო სხვადასხვა ტრეინინგი სხვადასხვა კომპანიებში, რაც დამეხმარება მომავალში
გრძელვადიანი ფესტივალების და გრძელვადიანი ლაინების უფრო ეფექტურად მომზადებაში, ანუ დავეუფლებით ძალიან ბევრ ახალ და საინტერესო ტექნოლოგიას. სად შეიძლება ეძებო იალქნიანი ნავის საქართველოში? ალბათ შავი ზღვის ტერიტორიაზე. ასე ლოგიკურად იაზროვდა რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა და ზუკა ხუციშვილის ამ კადრის გადასაღებად ქობულეთში ჩავიდა. სამწუხაროდ არც ქობულეთში და არც ბათუმში აფრაგაშლი გემი გადამღებ ჯგუფს არ დავდა. მაგრამ ენერგიულმა ზაზამ ფოთამდე იარა და მაინც გადაიღო სასურველი კადრი. ზუკა ხუციშვილის ახალი კლიპის სხვა დეტალებზე თვითონ ზაზა გაგვესაუბრება. ამჟამად ვამონტაჟებ ზუკა ხუციშვილის კლიპს. ეს არის არტიმეზდის მორიგი დაკვეთა. ჩემი აზრით ზუკა ხუციშვილის სახელი წარმოუდგენელია რომანტიკის გარეშე და ვფიქრობდი რომ ეს კლიპიც რაღაცა რომანტიული იქნებოდა. გადავწყვიტეთ რომ გადაღებები ზღვაზე წარიმართებოდა. ყოველთვის ინტერვიუში აღნიშნავდი ადრე რომ კურიოზები ჩემ გადაღებებზე არ არსებობს. ხოლო აი ეს კლიპი რა ვიცი მე მგონი თავიდან ბოლომდე კურიოზებთან არის დაკავშირებული. პრობლემები დაიწყო იქიდან რომ ჩავედით ზღვაზე და მზედა ზღვა მოგეხსენებათ აი ამ სეზონზე ბათუმში ნაკლებად არის ალბათ, ხო და მზე საერთოდ არ გამოჩენილა გადაღებებზე. აღმოჩნდა რომ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე იახტა საერთოდ არ არსებობს. გითხრას რომ ერთადერთი იყოვო და ისიც თურქეთში არისო 5 წლითო გასულიო და ნუ აი აქედან წამოვიდა ყველაფერი. საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი ნუ რასაკვირველია მაინც ნორმალურად დამთავრდა, კლიპი გადაღებული არის. ძალიან კარგად იმუშავა ზუკამ. კლიპში მაყურებელი იხილავს არა მარტო ზუკას, დაკავებული არის კიდე ძალიან პატარა ნიჭიერი, ასე ვთქვათ, მსახიობს დავარქვა, იმიტომ რომ ძალიან კარგი მონაცემები აქვს ამ ბავშვს, ნუცა ქვია. ეს არის თემურ ცხილაძის სიმღერა. ჩაწერილი არის და არანჟირება გაკეთებული არის სანოს სტუდიაში. მე ვფიქრობ, რომ თვითონ მე უკვე ვთქვი, რომ ზუკას უფრო რომანტიული სიმღერებს ასრულებს ზუკა და აი ამ შემთხვევაში სიმღერა ისევ და ისევ რომანტიული არის. ეს მომავალი სიყვარულის მოლოდინი არის. ოღონდ უფრო რიტმი არის, რიტმიანი სიმღერაა და უფრო ისეთი სხვანაირად. ალბათ ზუკას რეპერტუარისთვისაც ცოტა ახლებური იქნება ეს სიმღერა. და იგივე პირველი ხდება რა. ეხლა ზედმეტი ალბათ ჯერჯერობით დღეს დავიწყე მონტაჟი და საბოლოო რაღაც რეზულტატებზე ლაპარაკი. ჯერჯერობით კარგად მიდის მუშაობა და მაყურებელი უახლოეს დღეებში უკვე გაეცნობა ამ კლიპს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.